მილიონერები სურსათის გაძვირების მიზეზის გამოძიებას იწყებენ. მთავრობის განკარგულებით სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. კომისიაში შედიან მილიონერი ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუიშვილი, რომელიც 60,000 ლარის ღირებულების როლექსის 2 საათს და 28,000 ლარის კარტიეს სამკაულებს ფლობს. ირაკლი კობახიძე, რომელიც მხოლოდ შვილების სწავლაში წელიწადში 38,000 ლარზე მეტს იხდის. მილიონერი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რომელიც ნაღდი ფულის სახით 220,000 ლარს ინახავს. სარჯველაძე და ლიქვინიძე, რომლებსაც მხოლოდ ანაბარზე უდევთ 100,000 ლარზე მეტი. და მდინარაძე, რომელსაც თითქმის ამავე ღირებულების მხოლოდ და მხოლოდ ფერწერული ტილოები აქვს. და ეს ყველაფერი, რაც მხოლოდ ოფიციალური დეკლარაციებით ვიცით. სხვათა შორის 2016 წელს ვენესუელის მთავრობაშიც მადუროს მეთაურობით შეიქმნა სურსათის კომიტეტი. 2018 წელს ინფლაციამ კი 1,000,000% შეადგინა. ფულს მაღაზიაში კი არ ითვლიდნენ, არამედ წონიდნენ. იყო პერიოდი, როდესაც ტუალეტის ქაღალდი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე იმავე წონის ვენესუელური ვალუტა ბოლივარი. რეალურად ფასების დაკლების სწრაფი გამოსავალი კი ერთადერთია: დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმება, რაც პროდუქტების ფასს მეხუთედით გაიაფებს.